Დეკომპოზიციის დროს ადამიანები ძირითადად ამ 4 შეცდომას უშვებენ. ვარჯიში პროგრესის გაზომვის გარეშე. ვარჯიშზე პროგრესის გაზომვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეკომპოზიციის დროს. სარკეში ცვლილებას რამოდენიმე კვირა ალბათ ვერ დაინახავ. არც წონა შეიცვლება დიდად, იმიტომ რომ კალორიები უცვლელი რჩება ან ძალიან პატარა დეფიციტი გექნება. ამიტომ ერთადერთი პროგრესის საზომი რჩება ვარჯიშზე წონების და გამეორებების მომატება. თუ ამასაც არ მიაქცევ ყურადღებას, შეიძლება გეგონოს რომ პროგრესი არ გაქვს და ყველაფერს თავი დაანებო. ზედმეტად დიდი დეფიციტით დაწყება. 200 კალორიის მაგივრად 500 თუ გამოაკლებ, ცხიმის უფრო სწრაფად დაიკლებ, მაგრამ კუნთის გაზრდა გაგიჭირდება. ჩვენი მიზანია ორივეს ერთად გაკეთება, ამიტომ დიდი დეფიციტი საჭირო არაა. დანამატებზე ზედმეტად დაყრდნობა. ცუდ დიეტას, ვარჯიშს და ძილს დანამატებით ვერ ჩაანაცვლებ, ამიტომ ჯერ ეს სამი რაღაც გამოასწორე და დანამატებზე მერე იფიქრე. მოუთმენლობა. პირველი რამოდენიმე კვირა სარკეში ცვლილებას ვერ დაინახავ. არც წონა შეიცვლება დიდად, იმიტომ რომ კალორიებს არ ვცვლი. მაგრამ თუ ვარჯიშებზე პროგრესი გაქვს, ანუ წონებს და გამეორებებს უმატებ, შეგიძლია მშვიდად იყო და დაიცადო სანამ შედეგებს შენივე თვალით დაინახავ.